მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად და გიბრუნდით ახალი ვლოგით და გავატაროთ დღე ერთად. დღეს არის ფანტასტიკური ამინდი, არ ვიცი ამ ბოლო დროს ვერ ხვდები დეკემბერია თუ მაისი, ისეთი კარგი ამინდებია, მზეა, თბილა, თითქმის საერთოდ არ ვრთავთ გათბობას სახლში, მხოლოდ საღამოობით და იშვიათად. ამიტომ დღეს გადავწყვიტე, რომ წელს ბოლოჯერ გამეწმინდა ფარდები და გამერეცხა, უпростоრად გამეწმინდა ფანჯრები და გამერეცხა ფარდები. მოვხსენი ფარდები, ჩავიტანე დაბლა, ჩავრთავ 20 წუთიან რეჟიმზე და სანამ გავწმენდავ ფანჯრებს, ასევე მინდა რომ ყვავილებს მივაქციო ყურადღება, იქამდე გაირეცხება, ამოვიდან და დავკიდავ. როგორც იცით, ძველ ფარდებს ვკიდებ ეგრევე, შემდეგ გაშრობის დროს თვითონვე შრება და სწორდება, ამის გამო არ სჭირდება დაუთოვება. რაც შეეხება ყვავილებს, ვაჭრი ზედმეტ ტოტებს ძალიანაც კი მენანება, რადგან ულამაზესი ახალი ტოტები ამოსდით ძალიან მალე და მიწევს მოჭრა, რადგან ერთმანეთს უშლიან, სამწუხაროდ არ მაქვს იმდენი ადგილი, რომ განვაცალცალკევო და ამის გამო ხშირად ვაჭრი ზედმეტ ტოტებს. პატარა ახლა ჩემთან ერთად არის მისაღებ ოთახში, თავის სავარძელში ზის და მელოდება, გავწმენდავ ფანჯარას, დავკიდავ ფარდებს და წავიყვან დასაძინებლად. I'ma pull up to the club with tequila in my cup. Pour it till I've had enough. Feel the empty in my heart. I'ma pull up to the club with tequila in my cup. Pour it till I've had enough. Feel the empty in my heart. Na 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 yeah yeah. Na 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 yeah yeah. I'ma pull up to the club with tequila in my cup. Pour it till I've had enough. Feel the empty in my heart. I'ma pull up to the club with tequila in my cup. Pour it till I've had enough. Feel the empty in my heart. Na 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 yeah yeah. Na 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 yeah yeah. Lucid days, I'm getting closer to unlock my consciousness. The poison's only building up my tolerance. We were never born to be the obvious, isn't it obvious? Time is slipping, dial spinning. I still wonder if I'm dreaming, or maybe I'm the only one who's wide awake. Am I the only one? Up and down on my feet, feel like I'm ascending.
როგორც უკვე გითხარით, პატარას ძინავს, ამის გამო ვერ ჩავრთავ მტვერსასრუტს, ადრე მტვერსასრუტის ხმაზე ეძინა, ახლა ყველა პატარა ხმაზეც კი ეღვიძება, ამის გამო შევიძინე ასეთი იატაკის ჯოხი, რომელსაც მოჰყვება ერთჯერადი ტილოები, ვამაგრებ ამ ტილოებს და ასე ვწმენდავ ყველა ოთახში. სასწაული ტილოებია, იკრავს აბსოლუტურად ყველაფერს ზედ, დიდი ნაგავი ასე გამომაქვს ვგვისავით, ხოლო მტვერი და პატარა ნაგავი ეკრობა მთლიანად ზედ, თითო ოთახში თითო ტილო მჭირდება, როგორც ხედავთ, ნაგავია ზედ აკრული, შემდეგ ასე ვხსნი, ვაგდებ და გადავდივარ სხვა ოთახებში. დავასრულე მისაღები ოთახის დალაგება და დიდი არაფერი, უბრალოდ გარეცხილი ფარდა, სხვათა შორის ძალიან ხშირად ვრეცხავ ფარდებს, ორ კვირაში, სამ კვირაში ერთხელ, მაგრამ მაინც ეტყობა, რომ სუფთა ფარდა კიდია. რო შემოვდივარ ოთახში, იგრძნობა სისუფთავი და რაღაც სინათლე მოდის სუფთა ფარდისგან. არ ვიცი, მე მეჩვენება ასე თუ მართლა ასეა. როგორც ხედავთ, იქ დავამატე საშობაო ბალიშები, ულამაზესი და აი ეს ფარდის ადგილი მეჩვენება ძალიან უბრალოდ და ცარიელად. ასე მგონია, რომ ცარიელია, რაღაც აკლია, ამიტომ გადავწყვიტე, რომ მომემზადებინა, უბრალოდ დამემზადებინა საშობაო ვარსკვლავები, აი ასეთი ცელოფნებისგან. ეს არის პურის პარკები, ქაღალდის, ამისგან კეთდება ულამაზესი საშობაო დიდი ვარსკვლავები, ასევე შეგიძლიათ შიგ ვარსკვლავებს დავუმაგროთ აი ასეთი ნათურები, მე დავუმაგრებ ნათურებს ჩემი საძინებლის ვარსკვლავებისთვის, რადგან ჩემ საძინებელში აი ასეთი ფარდაზე მანათობელი რომ მეკიდა, დღეს დილით გაფუჭდა. ამიტომ მოხსენი გადავაგდე და იქაც ცარიელია. ამიტომ ახლა ერთად დავამზადოთ, გამოდის ულამაზესი და არის ძალიან ადვილი დასამზადებელი. დაგვრჩება მხოლოდ ეს პარკები, წებო, მაკრატელი და სურვილის მიხედვით ნათურებიც. თითო ვარსკვლავისთვის დაგვრჩება 10 ასეთი პარკი, შეგიძლიათ ასევე 8 გამოიყენოთ, მე ყოველ ჯერზე 10-ს ვიყენებ, მაგრამ 8-საც აკეთებ. აქ არის 10 ცალი და ვაწებოვებთ ერთმანეთზე, აი ასე, ვაკეთებთ ლათინურ ტე-ასოს, ამობრუნებულ ტეს, აი ასე და ასე. და ვაკრავთ ერთმანეთზე. ნებისმიერი ფორმა შეგიძლიათ ამოჭრათ, მე ყოველ წელიწადს ვაკეთებ ერთი და იგივეს, რადგან ძალიან მომწონს. აი ასე ვჭრი გვერდებს, ვაძლევ სახლის ფორმას, ულამაზესი გამოდის ასე და გვერდებში ვაჭრი კიდევ ცოტას. დღეს დავამზადებ 3 ცალს მხოლოდ მისაღები ოთახისთვის, დანარჩენი ოთახისთვის ბავშვებთან ერთად დავამზადებთ შემდეგ საღამოს. შემდეგ ვშლით, აი ასე და ვაწებოვებთ აი აქაც ზუსტად იგივენაირად ვაკეთებთ ამობრუნებულ ლათინურ ტე-ასოს. აი ასე
და ვაწებოვებთ. ასევე შეგიძლიათ ასეთი ორჭრილიანი გააკეთოთ, ორჭრილიანი ფიფქი გამოდის ასეთი და ასევე ულამაზესია. დღეს მოვამზადოთ ერთად ჭარხლის ფხალი ნიგვზით და ასეთი ლამაზი მჭადის კალათებით. როგორც იცით, ჩვენთან არ არის მჭადის ფქვილი, ამიტომ ვიღებ უბრალოდ სიმინდის ფქვილს, ამის გამო არის ჩემი ფქვილი ძალიან ყვითელი. მოკლედ მჭადის ფქვილს დავუმატეთ წყალი და ზეთი მხოლოდ, ასევე შეგიძლიათ ცოტა მარილიც დაამატოთ, კარგად მოზილეთ ცომი და ჩადეთ ფორმებში. მე გამოვიყენებ დღეს ასეთი მაფინების ფორმას, შეგიძლიათ ტარტების ფორმაც გამოიყენოთ, ან ასეთი სილიკონის მაფინის ფორმები. რაც მთავარია, ფორმები უნდა იყოს ზეთით წასმული, კარგად წაუსვით ზეთი, ავიღე ასეთი პატარა ბურთები და გადავიტანე ფორმებში. ამოვავსოთ ფორმები ცომით, ასევე შეგიძლიათ დაჩხვლიტოთ ჩანგლით გული და გამოვაცხოთ წინასწარ კარგად გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე სადღაც 15-20 წუთით. მოკლედ დააკვირდით თქვენს ღუმელს, ოდნავ რომ შეიბრაწება, უკვე გამოიღეთ. სანამ მჭადის კალათები ცხუება, გადავიდეთ ფხალის მომზადებაზე. პირველ რიგში გავატარებ ნიგოზს, ასევე ჭარხალი მაქვს უკვე მოხარშული, დაგჭირდება ასევე მოხარშული ჭარხალი, ქინძი, ხახვი და ნიორი. მე გამოვიყენებ ერთ ტკბილ ნიორს, თუ საქართველოში იმყოფებით უფრო მეტი ნიორით შეგიძლიათ გამოიყენოთ. არ ვიცი დაკვირვებულ ხართ თუ არა, ვინც გერმანიაში ცხოვრობთ, აქაური ნიორი არის ძალიან ინტენსიური, აქვს უფრო მძაფრი გემო და ასევე სუნიც. მოკლედ თუ ზედმეტი ნიორი მოგივიდათ, აქ იყროლდებათ მთლიანად სადილი და ნივრის გემო ექნება მხოლოდ. ამის გამო ვამატებ რაც შეიძლება ცოტა ნიორს. აუცილებელია რომ შემდეგ გატარებული ჭარხალი გადავწუროთ, რომ არ გაწყალდეს, დავუმატე ხახვი და ნიორი, ასევე გატარებული ნიგოზი, წითელი პაპრიკა, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი და ცოტა ყვითელი ყვავილიც, ასევე მარილი და ძმარი. კარგად ამოვურიე ერთმანეთში და სასურველია რომ მაცივარში დაისვენოს სადღაც 1-2 საათით. არის უგემრიელესი, შემდეგ შეგიძლიათ ბურთებად გადაიტანოთ ზედ ჩვენს გამომცხვარ კალათებზე და ასეთი ულამაზესი სერვირება გამოდის. ჩემი აზრით ულამაზესი იქნება ასეთი ფხალის სერვირება საახალწლო სუფრაზე, ასევე ულამაზესი იქნება სხვადასხვა ფერის ფხალი, გააფორმეთ ასევე ბროწეულით და გემრიელად მიირთვით. აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს, უღრმეს მადლობას გიხდით რომ უყურეთ ბოლომდე, დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე.